მარტინ სკორსეზეს 2010 წლის ფსიქოლოგიური თრილერი „შეშლილთა კუნძული“ დაფუძნებულია დენის ლეჰეინის წიგნზე, რომელიც 2003 წელს გამოიცა. ფილმის სცენარის ავტორია ლიტა კალოგრიდისი. 2003 წელს რომანის ეკრანიზაციის უფლებები კინოკომპანია კოლუმბია ფიქჩერსმა მოიპოვა, თუმცა არ გამოუყენებიათ, რის შემდეგაც იგი წიგნის ავტორს დაუბრუნდა. მან კი სხვა კინოკომპანიას Phoenix Pictures მიჰყიდა. Phoenix-მა კალოგრიდისი დაიქირავა და პროექტზე მუშაობაც დაიწყო. გადაღებები 2008 წლის მარტში დაიწყო და დაახლოებით 4 თვეში დასრულდა. ძირითადი ნაწილი გადაღებულია მასაჩუსეტსში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია პედოქსის კუნძული, ასევე მეტფილდის ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო, რომელიც 2003 წელს დაიხურა. მარტინ სკორსეზემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის ინსპირაციის მთავარი წყარო დანა ენდრიუსის პერსონაჟი გახდა 1954 წლის ფილმიდან ლორა. რეჟისორზე ასევე გავლენა იქონია ვალ ლიუტონის 40-იანი წლების დაბალბიუჯეტიანმა ზომბი ფილმებმა. ფილმის სცენარის ძირითადი ნაწილი ჰგავს უილიამ პიტერ ბლატის 1980 წლის ფილმს „მეცხრე კონფიგურაცია“, ასევე რობერტ ვინის 1920 წლის გერმანულ ჰორორს „ექიმი კალიგარის კაბინეტს“. ერთ-ერთმა გამოცემამ აღნიშნა, რომ „შეშლილთა კუნძული“ კომპლექსური და დამაბნეველი ნამუშევარია, რომელიც რამდენიმე ჟანრს აერთიანებს: დეტექტივს, ფანტასტიკასა და ფსიქოლოგიურ თრილერს. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ ფილმი 2009 წლის ოქტომბერში კინოკომპანია Paramount Pictures უნდა ეჩვენებინა ამერიკასა და კანადაში, თუმცა Paramount-მა გამოაცხადა, რომ ფილმის პრემიერა დაახლოებით 1 წლით გადაიდებოდა. სტუდიას არ ჰქონდა საჭირო 50-60 მილიონი დოლარი, რათა შესაბამისი სარეკლამო კამპანია ეწარმოებინა. კიდევ ერთ მიზეზად დასახელდა ლეონარდო დიკაპრიოს გადატვირთული გრაფიკი. მას არ შეეძლო ფილმის პოპულარიზაცია ინტერვიუების მიცემის მეშვეობით სხვა გადაღებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრემიერა გადაიდო 2010 წელს, შედგა მისი ეგრეთ წოდებული საიდუმლო ჩვენება 2009 წლის დეკემბერში გაიმართა, რომელსაც კინოკრიტიკოსებიც ესწრებოდნენ. ესპანეთში ფილმის გავრცელების უფლება კომპანია Manga Films-მა მოიპოვა, რაც დაახლოებით 6-დან 8 მილიონამდე დაუჯდა. ადრეულ ეტაპზე ფილმის რეჟისორად ვოლფგანგ პიტერსენი, ასევე დევიდ ფინჩერი, მთავარი როლის შემსრულებლად კი ბრედ პიტი განიხილებოდნენ. ჩაკოულის როლზე კი რობერტ დაუნი უმცროსი და ჯოშ ბროლინი. იმისთვის, რომ მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს ფილმის სტილისტური მიმართულება კიდევ უფრო კარგად გაეგოთ, რეჟისორმა მათ ფილმები ვერტიგო და აუთ ოფ ზე ფასტი აჩვენა. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება ეშკლიფი იყო, სახელი, რომელსაც ფსიქიატრული დაწესებულება ატარებს. შეშლილთა კუნძულამდე სკორსეზე დიკაპრიოსთან ერთად სხვა ფილმის გადაღებას გეგმავდა, უოლ სტრიტის მგელი, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო გადაიდო და ეკრანებზე 2013 წელს გამოჩნდა. მარკ რუფალომ სკორსეზეს წერილი მისწერა, სადაც წერდა, რომ ძალიან უნდოდა მასთან ერთად მუშაობა და თანამშრომლობა. საბოლოოდ რუფალომ ჩაკოულის როლი მიიღო. მთელი ფილმის განმავლობაში ამინდი ღრუბლიანია, სიუჟეტის გაღრმავებასთან ერთად კი წვიმა ძლიერდება, მზე მხოლოდ ფინალურ სცენებში გამოანათებს. ამის გათვალისწინებით შეიძლება პარალელი გავავლოთ ფროიდთან, რომელმაც ქვეცნობიერი აღწერა როგორც ღრუბლიანი ამინდი, საწინააღმდეგოდ ცნობიერის, რომელიც მოწმენდილ და მზიან ცას ჰგავს. სიტყვები არ დაგვივიწყოთ, რადგან ჩვენც ცხოვრობდით, გვიყვარდა და ვიცინოდით. რომლებიც ფსიქიატრიულისკენ მიმავალ გზაზე დაფაზე წერია, აღებულია მეტფილდის სასაფლაოდან. ეს ეპიტაფია იქ მდებარე ქვის დაფაზეა ამოტვიფრული და ეძღვნება ესპანური გრიპის პანდემიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას. შეშლილთა კუნძული არის სკორსეზესა და დიკაპრიოს ერთადერთი ერთობლივი ნამუშევარი, რომელმაც ოსკარებზე 1 ნომინაციაც ვერ მოიპოვა. როდესაც ნიუ-იორკის ბანდებმა 2003 წელს 10 ნომინაცია მიიღო, ავიატორმა 2005 წელს 11 ნომინაცია, განდგომილებმა იგივე ორმაგმა თამაშმა 2007 წელს 5 ნომინაცია, უოლ სტრიტის მგელმა 2014 წელს 5, 2024 წელს ყვავილის მთვარის მკვლელებმა 10 ნომინაცია. კუნძულის ერთიანი ვიზუალური სახის შესაქმნელად CGI გამოიყენეს. კუნძულის მაღალმთიანი ნაწილი, რომელიც ბორანით იქ მისვლისას ჩანს, მონტაჟის დროს დაამატეს. რაც შეეხება დაბლობზე არსებულ შენობებს, ისინი რეალურია და კუნძულზე დღემდე მდებარეობს. ბურთულიანი კალამი, რომელსაც ტედი იყენებს, პარკერ ჯატერია, ან ჯოტერი, რომელიც 1954 წელს გამოუშვეს. ვიდრე ერთ დღეს მეზობელმა შეუარა. ქმარისად იყო. ამავე წელს 3.5 მილიონზე მეტი პარკერ ჯატერი გაიყიდა. ფილმში ნახსენები ეს ფრაზა გამაჩერე ვიდრე უფრო მეც მოგლა. გამაჩერე ვიდრე უფრო მეც მოგლა ვქთხოვ. უკავშირდება ამერიკელ სერიულ მკვლელ უილიამ ჰაირენსს. მან ერთ-ერთი მკვლელობის შემდეგ კედელზე ტუჩსაცხით წარწერა გააკეთა. დამიჭირეთ, სანამ კიდევ არ მომიკლავს. საკუთარი თავის კონტროლი არ შემიძლია. ფილმში მონაწილე მარკ რუფალო, ჯონ ქეროლ ლინჩი და ელაია სკოტი, ასე ერთად 2007 წლის ფილმ ზოდიაკოშიც მონაწილეობენ.
კუნძულზე მოსული ქარიშხლის სახელწოდება ქეროლია. სამი მთავარი ქარიშხლიდან ერთ-ერთი, რომლებმაც 1954 წლის ატლანტიკური ტროპიკული ციკლონის სეზონის განმავლობაში ნიუ-ინგლენდს დიდი ზიანი მიაყენეს. შეშლილთა კუნძულის მსახიობებიდან 2 ოსკარის მფლობელია: ლეონარდო დიკაპრიო და ბენ კინგსლი, 5 კი ოსკარის ნომინანტი: პატრისია კლარკსონი, მაქს ფონ სიდოუ, მარკ რუფალო, მიშელ უილიამსი და ჯეკი ელ ჰეილი. ტედის სიზმრის სცენაში დოლორესი ზურგი ასე გამოიყურება. ეს შეიძლება შთაგონებული იყოს სკანდინავიური ფოლკლორის არსებით, ჰულდრათი ან სკოქსროთი. ისინი ტყის არსებები არიან, რომლებიც მამაკაცებს აცტუნებდნენ და ქორწინებას აიძულებდნენ. თუ ქმნები მათ შეურაცხყოფდნენ, ისინი შურს იძიებდნენ. ასევე ეს გამოსახულება, სადაც ლედისი დოლორეს ეხუტება, ის კი ნელ-ნელა ფერფლად იქცევა, გავს გუსტავ კლიმტის ცნობილ ნახატს კოცნა. წამალი, რომელსაც ტედი დენიელსი იღებს, ქლორპრომაზინია, ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელიც 1953 წლიდან გამოიყენება. ის გახდა პირველი ტიპიური ანტიფსიქოზური საშუალება, რომელიც შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. იმ დროისთვის ეს რევოლუციური აღმოჩენა იყო, რომელმაც დიდწილად ჩაანაცვლა პრეფრონტალური ლობოტომია, რომელიც მანამდე ფსიქიური დაავადებების მკურნალობის ხშირი და ხშირად დამაზიანებელი მეთოდი იყო. მისმა გამოჩენამ საფუძველი ჩაუყარა და გზა გაუხსნა ახალი კლასის ფსიქოტროპულ წამლებს. ფილმის საკულტო ფრაზა რა არის ვარეს იცხოვრო როგორც ურჩხულმა, თუ მოკვდა როგორც კარგი ადამიანი. დენის ლეჰეინის წიგნში არ წერია. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის, რომელიც სკორსეზეს მრჩეველი იყო ფსიქიატრიულ საკითხებში, ჯეიმს გილიგანის აზრით, ლედისის ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ გრძნობს. თუმცა თვითმკვლელობას არ აპირებს. ამის მიუხედავად ის ამას ირიბად მაინც გააკეთებს, რადგან თავს აბარებს იმ ადამიანებს, რომლებიც აპირებენ ლედისისთვის ლობოტომიის ჩატარებას. რაც შეეხება დენის ლეჰეინს, მან თქვა, რომ პირადად მისთვის ეს იყო ლედისის ქონების წამიერი გახსნა, საღადაზროვნების პატარა მომენტი, რომელიც ცდომილებებს შორის ჩნდება. შეშლილთა კუნძულმა ოსკარების დაჯილდოებაზე ვერცერთი ნომინაცია მიიღო. მისი ბიუჯეტი $80 მილიონი, შემოსავალი კი 294.9. ის გახდა სკორსეზეს მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მსოფლიოს მასშტაბით. What's wrong with you?